მოგესალმებით მეგობრებო, მოდით მოვემზადოთ ზამთრისთვის. მე მინდა გასწავლოთ ადვილი მეთოდი პომიდორის საწებლის მოსამზადებლად. გარეცხეთ პომიდორი კარგად. მოაჭერით თეთრი თავები და რაც რამე შავები აქვს და ცუდი უვარგისი ნაწილები. გაწურეთ ზედმეტი წვენი მოაცილეთ და მოათავსეთ ჩოფერში. და დააჩოფერეთ პომიდორი, რამდენიც გექნებათ. მე 20 კილო პომიდორით გავაკეთე. ვისაც ჩოფერი არ გაქვთ, შეგიძლიათ ბლენდერში დაამუშავოთ პომიდორი. შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში, უმჯობესია ალუმინის იყოს, რათა არ მიიწვას და დადგით დაბალ ცეცხლზე. 20 კილო პომიდორზე დამჭირდა 3 კილო წითელი ბულგარული წიწაკა, რომელიც გავრეცხე, გავარჩიე, დავჭერი პატარა ნაწილებად და დავაჩოფერე. და ჩავამატე ტომატის წვენს. მხარში ადუღებიდან დაახლოებით 15 წუთი, შიგადაშიგ აუცილებლად უნდა მოურიოთ, რათა არ მიიწვას. გავარჩიე 5 მოზრდილი თავი ნიორი და გავატარე. დავასხი ადუღებული პომიდორის წვენი, აურიე კარგად და დაველოდე გაგრილებას. გავაგრილე ასევე მოდუღებული მთლიანი მასა და გაგრილების შემდეგ გავხეხე სქელ საცერზე. ცალკე საცერში გავატარე ნივრიანი მასა. გავხეხე ბოლომდე, სანამ სქელი მასა არ დარჩა. მოვამზადე სუნელები. 3 ჩაის კოვზი, უცხო სუნელი, ქინძი და ყვითელი ყვავილი. 3 სუფრის კოვზი, მარილი და დაღერღილი წითელი წიწაკა. ორივე გახეხილი პომიდორის მასა გადავიტანე ისევ ქვაბში. და ვადუღე, სანამ არ გასქელდა. შემდეგ შეურიე სუნელები და გამოვიდა უგემრიელესი საწებელი. აუცილებლად მოსინჯეთ, ეს მეთოდი ადვილია ძალიან. ჩაასხეთ შემდეგ წინასწარ მომზადებულ ქილებში და შეინახეთ ზამთრისთვის. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი ბური სამზარეულო, მოიწონეთ და დამიკომენტარეთ.